მოგესალმებით, აქ განვიხილოთ ზოგადად ჩარჩოებთან მუშაობა, ანუ რა არის ჩარჩო და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ჩარჩო ეს არის პირველში რაც სურათს ირგვლივ აკრავს, ანუ აქ რაღაც თუმცა იგივე შეიძლება იყოს ჩარჩოს სასმელი, რა თქმა უნდა შეიძლება საოჯახო სურათი შეიძლება რაღაც ჩარჩოში ჩასვათ. გარეკანი მოვაპირკეთოთ, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ. ამისათვის რა თქმა უნდა შეგვიძლია Photoshop-ის დავიხმაროთ და პირველი რამოდენიმე ჩარჩოს ვერსიას ავხსნით დღეს და პირველი ყველაზე მარტივი ასე ვთქვათ, ყველაზე პოპულარული ასევე არის შემდეგი, რომელსაც ახლა ჩვენ გაჩვენებთ. ანუ პირველი ეს არის, პირველ რიგში მოვნიშნოთ ის ადგილი, რომელიც ჩარჩოს ჩასმას ჩვენ გვესაჭიროება, ასე ვთქვათ. მაგალითად აი ეს ადგილი და select-ში ვიშევ შემდეგ ბრძანებას, ანუ feature. აქ პიქსელები დავაყენოთ 15-ზე, ნუ გვერდებს აიმებს მომგვალებს. ანუ სურათს მომგვალად იქნება ეს გვერდები. შემდეგ ვირჩევ select. მოინიშნება და გარეთ მხარე წაიშლება ჩარჩოს ღილაკზე delete დაჭერით. ანუ ხელ delete ღილაკს დავაჭერე, გარეთ მხარეს წაშლის. მარჯვენა ღილაკი და დავაფიქსირე. ეს არის ყველაზე მარტივი ჩარჩო, რაც კი შეიძლება რომ გაკეთდეს ეს ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა ეს გვერდი ნუ სრულ საკამენტ შეგიძლიათ მოჭრეთ. ესე და დაგვრჩება ეს მხარე. და დაგვრჩა ესეთი ეფექტი. ანუ ეს არის რაღაც პირველი, ასე ვთქვათ, ყველაზე მარტივი და ყველაზე ეს მარტივად გასაკეთებელი პროდუქტი. მეორე განვიხილოთ მეორე ჩარჩო, როგორ შეიძლება გავხსნათ მეორე ჩარჩო. პირველ რიგში დაგვრჩება წრე, ანუ ეს გავაკეთოთ წრის ფორმის. წრის მონიშნა გავაკეთოთ. აღჭირდება ახალი კანალი, ანუ აქ new კანალი შევქმნათ. რომელიც იქნება შავი ფერის ამ შემთხვევაში. და წრე მოვნიშნოთ ამ შავი ფორმის. ნუ ესე იყოს დავუშვათ. გავაკეთოთ იგივე. select-ა მოვხსნათ, ანუ გამოკვეთოთ, მოვხსნათ. და ირგვლივ ჩავასხათ თეთრი ფერი. ანუ ეს ირგვლივ ესეთი თეთრი ფერი ჩავასხეთ, გავირჩიეთ. ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ და გამოვიდა ესეთი წრე. შემდეგ ამის შემდეგ უკვე დავჭირდება ფილტრები, შევდივართ ფილტრების გალერეაში, სადაც რა თქმა უნდა ეს ყველა ფილტრი გვაქვს წარმოდგენილი. ნუ სურათი კარგად დავინახოთ, დავირჩიოთ ეს ეფექტი. ეხლა ჩვენ ვეძებთ იმ ეფექტს, რომელიც დავჭირდება. აი ამის გამოყენება შეიძლება, ნუ რაღაც ესეთი ეფექტია დავუშვათ, ხო? შეგიძლიათ ნებისმიერი დავუშვათ გამოვიყენოთ, მაგრამ ესენი აი ზოგადად არ ხდება, ეს ყველაზე კაი გამოდგა ის. იყოს აი ეს ეფექტი. აი აქ დავარეგულირებ ჩვენების როგორი იყოს ესეთი როგორი ხარისხი ქონდეს. ნუ ასეთი ეფექტი იყოს დავუშვათ. ხოცები ოკეი. გაგვიჩნდა ესეთი სურათი. ახლა გვჭირდება select და ჩადვირთვა ანალოგად. და ოკეი. ეს გამოვაჩინოთ, რომ ესეთი ფერი მიიცის. ზედმეტი წავშალოთ delete საშუალებით და თვითონაც დავაფიქსიროთ. გამოვიდა ესეთი ჩარჩო, ანუ როგორც ხედავთ აქ ესეთი ფეისენი აქვს. კუთხეებში აქვს ესეთი რაღაც ეფექტები, რომელიც ჩვენ ფილტრის საშუალებით მივანიჭეთ, ასე ვთქვათ, მას. კარგი, ახლა უკვე განვიხილოთ, ესე იყო მეორე ეფექტი. ახლა კიდევ ერთი ეფექტი განვიხილოთ ჩარჩოს შექმნის.
ფილტრების საშუალებით, ანუ ერთი იყო ჩვეულებრივად მარტივად, მეორე იყო ფილტრების საშუალებით შექმნილი ჩარჩო. შეგვიძლია ასევე კიდევ, რა თქმა უნდა, უამრავია, მაგრამ კიდევ ერთ-ერთი შემდეგი. გვაქვს ესეთი სურათი. იმისათვის რომ გავაკეთოთ შემდეგი ჩარჩო. შევქმნათ ახალი სურათი, რომელსაც გვიქნება დაბალი გაფართოება. ეს იყოს 10:5-ზე მაგალითად. გავაკეთოთ და ჩავასხათ შეთის ფერი, რომელიც ჩვენ გვინდა, ანუ აქედან შეიძლება გადიდება. ნუ ამ შემთხვევაში მოდი იყოს წითელი ფერი. წითელი ფერი ჩავასხათ. ესე. შემდეგ შევიდეთ image. და ესენი დავაყენოთ პიქსელებზე, რომ ვაფრთხილოთ პიქსელებით გამოვიდეს. აქ ცოტა პატარა არის, ეს გავადიდოთ და იქ მივიღებთ 3 ობიექტს. ანუ ეს არის 3, ეს იქიდან აქედან დაემატა 5 დაახლოებით და გამოვიდა სულ 20 პიქსელი, ოღონდ გაიყო შუაში. ნუ ესეთი გვინდა ჩვენ ამ შემთხვევაში. ეხლა უკვე შევინახოთ, ეს არის edit და შემდეგ გაყოფილება და აქ დავაწეროთ ჩარჩოს სახელი. ანუ რაც გამოგვადგება, მაგალითად იყოს ჩარჩო ნომერი 1. ნუ ეს იყოს მისი ერთგვარი სახე. დავაჭერთ OK და ეს უკვე შეგვიძლია წავშალოთ, აღარ დაგჭირდება. დაგჭირეთ ჩვენი სურათი. ეხლა ჩვენი ამ სურათს გვინდა რომ გადავაწეროთ. გავხსნათ ახალი ლაიერი, შევდივართ edit და fill განყოფილებაში. აქ გვაქვს ჩვენის მიერ კარგად გამზადებული სურათი. აი ამას ავირჩევთ და ეს სურათიც გაჩნდება. ვაწვევი OK-ს, ნიშნავ. ვაწვევი OK-ს და ვნიშნავ ადგილს, იმიტომ რომ ეს მინდა რომ გამოიყურებოდეს დახრილად ან 45 გრადუსიანი დახრით იყოს გაკეთებული. უნიშნე ყველა კუთხე და გავადიდე. ჩემი ნახატი ვაწვევი OK, რომ ეს ნახატი დაფიქსირდეს ესე. და დავაფიქსიროთ Z, ანუ ამის მეშვეობით ხდება მისი დაფიქსირება. ამის შემდეგ უკვე ვჭრი კონკრეტულად რაღაც მონაკვეთს და ჩემი მანქანას აუცილებლად გამოჩნდება. ეს დავაფიქსიროთ და დაგვჭირდება კუთხეების მოჭრა, იმიტომ რომ აქ ახლა არის ესეთი ნაწილებიც, რომელიც ჩვენ არ გვინდა აქედან მაგალითისთვის. მაგალითად თუნდაც ეს სეგმენტები გავაზამაზოთ ისე, რომ კარგად ჩანდეს. ნუ ეს ნორმალურია, დავაყენოთ ესე. ეს გაია, უკვე დაგვჭირდება layer სტილები. სადაც ხდება მასთან მუშაობა, ანუ გავააქტიუროთ შემდეგი ფანჯარა და დავიწყოთ. პროცენტული მაჩვენებებს რაც შეეხება, ნუ ეს უნდა იყოს 240-მდე თითქმის. 240-ზე დავაყენოთ იგივე. ნუ პიქსელების რაოდენობას ასევე 15-დან 20-მდე სასურველია რომ გაიზარდოს და დახრა მივცეთ კუთხეს, ნუ იყოს 120 გრადუსიანი დახრა. ვაწვევი OK-ს და ნუ რაღაც ფონი შეიქმნა, რაღაც ჩარჩოში ესეც ჩვენი სურათი ჩაჭდა. ახლა განვიხილოთ ბოლო და მეოთხე ჩარჩო. ბოლო ჩარჩოს დახატვა შედარებით უბრალოდია, იმიტომ რომ აქ ძირითადად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. ავირჩიოთ შემდეგი განყოფილება. ეგ. და ვიწყებ ზოგადად უკვე ჩარჩოს, ასე ვთქვათ, ხატვას. გავაკეთოთ ესეთი რაღაც ეფექტია თავისებური.
ჩარჩო შეიქმნა. ეხლა დაგვჭირდება მეორე ვაწვევი Alt-ს და ვიწყებ მეორე იგივე, დაახლოებით მე ჩემი ინტერესია, რომ ეს იყოს იგივე პრინციპით აღებული, ანუ იგივე ჩარჩო იყოს, აქ არ იყოს მაინც და მაინც გამოსაჩენად დიდი განსხვავება. შევქმნით ესეთი ჩარჩოს ასე ვთქვათ ეფექტი. პირველ რიგში შევქმნათ ახალი ლაიერი და შემდეგ უკვე ჩავასხათ მაშინ ნაცრისფერი ფერი, აქ ავიღოთ ნაცრისფერი. ვირჩევ ჩასხმოს და ესეთი რაღაც გავაკეთეთ. დაგვჭირდება უკვე ამის დაფიქსირება, რომ ესეთი იყოს. უკვე თითქმის ანუ ძირითადად მხატვრობითი რა გაფორმებები დასრულებულია. შევდივართ layer სტილში და უკვე ვაკეთებ სტილების ცვლილებებს, ესე იგი, პირველი რაც დაგვჭირდება ეს არის ეფექტი, ასეთი ეფექტი დაიდება. ახლა ამას ვაყენებთ, ანუ ჩვენ როგორც მოგწონს აქ პიქსელების და იმის რაოდენობა, რაც გვინდა, ანუ შეგვიძლია ესეთი დავაყენო, შეგვიძლია ესეთი დავაყენო. როგორც გაგიხარდება, რამდენად შენთვის ლამაზი იქნება ეს ყველაფერი. ესე იყოს ხა 5 და 5-ზე დავაყენოთ. და შეიძლება ერთ პიქსელზე დადგეს. ასევე დაგვჭირდება სტილებისთვის შემდეგი ეფექტების გააქტიურება, ეს ორივე ეფექტიც გავაქტიუროთ. დავაწვევი. ოკეი. ეხლა მოვნიშნოთ ჩარჩოს ირგვლივ ადგილი. ავიღოთ ფუნჯი და მოვნიშნოთ ჩარჩოს ირგვლივ ადგილი და ჩავასხოთ მაშინ შავი ფერი. გამოვკვეთილად დავინახოთ. ეს არის ჩვენი ჩარჩოს ირგვლივ და ესეც რა თქმა უნდა დავეთანხმოთ, გამოვიდა ესეთი ფერი. ამის შემდეგ რეჟიმი შევუცვალოთ და ეს ფონი იქნება შავ-თეთრი. ანუ გადავიდეთ რეჟიმზე. ასეთ რეჟიმზე და გამოვიდა მშვენიერი სურათი, ანუ უკანა ფონი, თუ დააკვირდებით კარგად. არის შავ-თეთრი. აი აქ ფონი არის შავ-თეთრი. წარწერები არის. მაგრამ არის შავ-თეთრი. გამოვიდა ესეთი ფერის, ესეთი ჩარჩო. სულ ეს იყო, რაც შეიძლება ერთ გაკვეთილში ვილაპარაკოთ ამაზე. რა თქმა უნდა, უკეთესების გაკეთებას თავისუფლად შეიძლება თქვენზე დამოკიდებული.